და რაც შეეხება უშუალოდ მოსკოვის მექანიზმს, ის ეუთოს ადამიანური განზომილების ინსტრუმენტია, რომლის ამოქმედებაც წევრ სახელმწიფოებს მაშინ შეუძლიათ, როდესაც რომელიმე ქვეყანაში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებულ ვითარებაზე სერიოზული კითხვები ჩნდება. ასეთ შემთხვევაში ინიშნება დამოუკიდებელი ექსპერტი, რომელიც ფაქტებს სწავლობს და შეფასებებსა და რეკომენდაციებს ამზადებს. საქართველოს შემთხვევაში მისიის მომხსენებელი პოლონელი პროფესორი პატრიცია გჟებიკი იყო. მისი შეფასებით ქვეყანაში დემოკრატიული უკუსლის ნიშნები ყვეთა მათ შორის ძალადობა მომიტინგეები ჟურნალისტებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების მიმართ. ჰანგარიში ასევე რეკომენდაციებს აძლევს საქართველოს ხელისუფლებას, ეუთოს წევრ სახელმწიფოებსა და საერთაშორისო საზოგადოებას, მათ შორის ადამიანის უფლებების დაცვის, კანონმდებლობის ცვლილებისა და თავისუფალი არჩევნების უზრუნველყოფის მიმართულებით. კიდევ რას ითვალისწინებს ეუთოს მოსკოვის მექანიზმი ამ თემაზე დღეს სოფო თეთრაძემ მოამზადა სიუჟეტი, რომელსაც პირდაპირ ეთერში გთავაზობთ. რა არის და როგორ მოქმედებს მოსკოვის მექანიზმი, რომელიც ეუთოს წევრმა 24 ქვეყანამ საქართველოს წინააღმდეგ ამოქმედა. მოსკოვის მექანიზმი ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის ერთ-ერთი უმკაცრესი ინსტრუმენტია, რომელიც წევრი სახელმწიფოების მიმართვის საფუძველზე ადამიანის უფლებების ფუნდამენტური თავისუფლების, კანონის უზენაესობისა და დემოკრატიული ვალდებულებების უგულებელყოფის საპასუხოდ გამოიყენება. მიუხედავად იმისა, რომ მექანიზმი პირდაპირ სანქციებს არ ითვალისწინებს, ექსპერტები განმარტავენ, რომ ის ხშირად საერთაშორისო პოლიტიკური შეფასებებისა და დიპლომატიური გადაწყვეტილებების საფუძველი ხდება. ეუთოს მოსკოვის მექანიზმი არის ყველაზე რთული, ყველაზე მკაცრი მექანიზმი, რომელიც საერთოდ ამ ორგანიზაციას გააჩნია. სამართლებრივი თვალსაზრისით შეიძლება ზოგიერთი საკითხი, აი ამ მოსკოვის მექანიზმის ანგარიშის საფუძველზე თავად ევროპულ სასამართლოებში გაგრძელდეს და იქ ამ ანგარიშს განსაკუთრებული როლი და მნიშვნელობა მიენიჭება, მაგრამ პოლიტიკური თვალსაზრისით ეს ანგარიში შეიძლება ევროპულმა სახელმწიფოებმა გამოიყენონ მორიგი სანქციებისთვის. მოსკოვის მექანიზმი 1991 წელს ეუთოს ადამიანური განზომილების კონფერენციის მოსკოვის შეხვედრაზე მიიღეს. მისი მიზანი ადამიანის უფლებათა დარღვევების გამოძიებაა. მოსკოვის მექანიზმის ფარგლებში იქმნება კონკრეტულ პრობლემებზე რეაგირებისთვის მოკლევადიანი ფაქტების დამდგენი მისია. ფაქტების დადგენის მისიებს საშუალება აქვთ მოამზადონ ანგარიშების სამიზნე სახელმწიფოს თანამშრომლობის გარეშეც კი. საქართველოს მიმართ მოსკოვის მექანიზმის ამოქმედება ამ ინსტრუმენტის გამოყენების მე-17 შემთხვევაა. აქამდე მოსკოვის მექანიზმი ბელარუსის წინააღმდეგ ორჯერ არის ამოქმედებული. ამასთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორების განცხადებით დაიწყო გამოძიება იმის შესახებ, ჩაიდინა თუ არა ბელარუსის მთავრობამ დანაშაულები, რამაც მისი ოპონენტების დეპორტაცია გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ ბელარუსის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წევრი არ არის, საქმე ლიეტუვამ აღძრა, რომელიც ამ სასამართლოს წევრია. ბელარუსის ხელისუფლებამ სავარაუდოდ დანაშაულების ნაწილი ლიეტუვის ტერიტორიაზე ჩაიდინა, რაც მათ გამოძიების ჩატარების იურისდიქციას ანიჭებს. არსებობს კონირული საფუძველი იმის დასაჯარებლად, რომ ეს დანაშაული ჩადენილი იქნა მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი და სისტემური თავდასხმის ფარგლებში, მათი მასშტაბის, სხვებთა რაოდენობისა და ქმედებების ორგანიზებული ხასიათის გათვალისწინებით. ამის გარდა უახლეს ისტორიაში ეუთომ ადამიანის უფლებათა დაცვის ინსტრუმენტი რუსეთის წინააღმდეგაც გამოიყენა, როცა ექსპერტთა მისია სამოქალაქო მოსახლეობის წინააღმდეგ ჩადენილ სამხედრო დანაშაულებებს სწავლობდა. საერთაშორისო ექსპერტები აღნიშნავენ, რომ მას შემდეგ, რაც კონკრეტულ ქვეყანაში მოსკოვის მექანიზმი იწყებს ამოქმედებას, ის საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ ექცევა. მათი განმარტებით, ამის შემდეგ დემოკრატიის უკუსლაში ბრალდებული პირებისთვის დამატებითი სანქციების გამოყენებამდე ერთი ნაბიჯია დარჩენილი. რეკომენდაციების შეუსრულებლობის შემთხვევაში უკიდურესი ფორმა კი საქმის ჰაგის სასამართლოსთვის გადაცემაა. ხედულობაში იქნება საერთაშორისო საზოგადოების მიერ, მათ შორის სხვადასხვა სტრუქტურების, იქნება ეს ევროპის საბჭო თუ ევროკავშირი და ცალკეული ევროკავშირის ცალკეული სახელმწიფოები, მათ მიერ, რა თქმა უნდა, ყურადღება დაეთმობა დოკუმენტის შინაარსს და შესაძლებელია ცალკეული სანქციების, დამატებითი სანქციების ამოქმედება. შესაძლებელია, რა თქმა უნდა, უარეს შემთხვევაში, რომ საქმე გადაეცეს ჰააგის სასამართლოს და ეს სასამართლოს იურისდიქცია შეიძლება ამოქმედებულ იქნეს იმ პირების მიმართ, რომელთაც ან განსაკუთრებული ან სამხედრო რომელთაც განსაკუთრებული სამხედრო ან პოლიტიკური ხასიათის დანაშაული მიუძღვით.
დიპლომატების შეფასებით კი თუ რომელიმე ქვეყნის მიმართ EUTOS მოსკოვის მექანიზმი იწყებს მოქმედებას, ყოველთვის აქვს გავლენა საერთაშორისო იმიჯზე, რადგან ეს ნიშნავს, რომ კონკრეტული სახელმწიფოს მიმართ პარტნიორ ქვეყნებს აქვთ კითხვები ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის მდგომარეობასთან დაკავშირებით. EUTOS მექანიზმის ამუშავება უკვე ნიშნავს იმას, რომ ქვეყანაში იმ ტიპის სისტემაა, რომელიც ამ რეკომენდაციებს დამოუკიდებლად არ დაემორჩილება. სწორედ ამისთვის არსებობს უნივერსალური აღსრულების მექანიზმი, რომ თუ სახელმწიფო არ ემორჩილება ამ გადაწყვეტილებას, ამის გაკეთება შეუძლია EUTOS ნებისმიერ სხვა წევრ ქვეყანას ან რამდენიმეს ერთად. ეს არ არის მხოლოდ დეკლარაციის თვალსაზრისით მძიმე დოკუმენტი, რომელიც განაცხადია პოლიტიკური, არამედ შედეგების თვალსაზრისით საკმაოდ მძიმე შედეგები შეიძლება გამოიწვიოს. ისიერად ხვალდაზე ჩვენ ამის შედეგებს ქვეყნის შიგნით მაღალი ალბათობით ვერ დავინახავთ, მაგრამ ეს არის ძალიან ძლიერი ზეწოლის მექანიზმი. EUTOS მოსკოვის მექანიზმის ამოქმედება ავტომატურად არ ხდება, თუ მექანიზმის ამოქმედებას მინიმუმ 10 წევრი სახელმწიფოს მხარდაჭერა აქვს. მექანიზმი შესაძლოა გააქტიურდეს იმ სახელმწიფოს თანხმობის გარეშეც, სადაც ადამიანის უფლებების სავარაუდო დარღვევაზეა საუბარი.